მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, დღეს მოდით მოვამზადოთ ესეთი გემრიელი კექსი ქლიავით. გამოდის არაჩვეულებრივი ფაფუკი და ხრაშუნა. ამისათვის დაგვჭირდება სულ რაღაც ცოტა ინგრედიენტი, რომელიც ყოველს მოგეპოვებათ ოჯახში. წამოდით ახლა და გავაკეთოთ ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ. დაგვჭირდება 120 გრამი რბილი კარაქი ოთახის ტემპერატურის და 120 გრამი კრისტალური შაქარი. ეს ყველაფერი აურიოთ კარგად ერთმანეთში, რომ გახდეს ერთგვაროვანი მასა, როგორც ხედავთ ვიდეოში, მიქსერი არ არის საჭირო. და შემდეგ კარგად აურიეთ და შემდეგ დავამატოთ, როგორც ხედავთ, 2 ცალი კვერცხი, ცილიან გულიანად და ესეც შევაზილოთ ამ ჩვენ კარაქის და შაქრის მასას. გამოგვივა ესეთი ფაფუკი სმეტანისებრი მასა და შემდეგ დავამატოთ 180 გრამი ფქვილი, რომელსაც გავცრით საცერში, როგორც ხედავთ ვიდეოში. ესე ყველა გავცრათ, რომ ჩვენი კექსი უფრო ფაფუკი გამოვიდეს და დავუმატოთ 1 პაჭკა, ანუ 20 გრამი გამაფხვიერებელი. აურიოთ ეს ყველაფერი კარგად ერთმანეთში და მივიღებთ ნამდვილად შესანიშნავ და ძალიან ფაფუკ მასას. მე ახლა ამ ასარევ სინას შევცვლი სხვა ხელსაწყოთი, როგორც ხედავთ, რომ კარგად გადავიღო ფორმაში. აი მე მქონდა ესეთი შუშის მაგვარი ფორმა და გავანაწილე მასზე ეს ჩვენი ფაფუკი ცომი. ესე არ არის საჭირო ძალიან დატკეპლოთ ცომი, ესე ნაზად გაანაწილეთ მთელს ფსკერზე. არის არაჩვეულებრივი, ნართლად დამიჯერეთ არაჩვეულებრივი ცომი, ამით შეგიძლიათ გააკეთოთ აგრეთვე ვაშლის პიროგი, ატმით ესეთი პიროგი, როგორი ხილითაც თქვენ გნებავთ. შემდეგ აი ესე ხედავთ, რომ გავანაწილეთ ჩვენი ცომი ფორმაში და ეხლა ჩემოკარგებო ქლიავს ავიღოთ ქლიავი, რა თქმა უნდა გარეცხილი ქლიავი, გამოვაცალოთ კურკები და გავამზადოთ, რომ ცომს ზემოდან დავაწყოთ. აი ახლა ხედავთ ვიდეოში, როგორ ვაცლი მე კურკებს და იგივე გაიმეორეთ თქვენც. ეს ქლიავი არის გემრიელი, რბილი, ნამდვილად და მართლა თაფლივით არის. უმჯობესია ესეთი რბილი ქლიავი აიღოთ, ვიდრე მკუხე. აი ხედავთ, რომ გამოვაცალე ყველა ქლიავს კურკები და ზემოდან აი ესე როგორც ხედავთ ვიდეოში, შემოვაწყოთ მთელ ჩვენ ცომს ლამაზად ეს ჩვენი ქლიავები. ისეთი არომატი დგება ოჯახში, რომ გაგიჟდებით. აი ესე კარგად დააჭირეთ თითი, რომ ქლიავები ბოლომდე ჩავიდეს ჟარონის ფორმის ფსკერამდე. შემდეგ თითოეულ ქლიავს, აი როგორც ხედავთ, სასურველია მართალი გითხრათ, ყავისფერი შაქარი თუ გაქვთ ის მოაყარეთ. მე ნამდვილად არ მქონდა ოჯახში და მოვაყარე თეთრი შაქარი, მაინც გემრიელი გამოვიდა. აი ესე მოვაყაროთ ყველაფერს, ყველა ქლიავებს სათითაოდ და ეხლა შევდგათ 180 გრადუსზე ზედა-ქვედა წვაზე 45 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ. ჩემი ღუმელს აი ესე დაჭირდა. თქვენ ნახეთ, თქვენი ღუმელი შეიძლება უფრო ცოტა სწრაფად გამოაცხოთ, ცოტა უფრო გვიან ნახავთ. აი ესე ჩემო მეგობრებო, მადლობა რომ იყავით ჩემ არხზე, რომ მოინახულეთ ჩემი არხი, რომ ნახეთ ეს ვიდეო და მე კიდე ხა გემშვიდობებით შემდეგ უფრო
საუკეთესო და გემრიელ ვიდეომდე.